იგი ისეთი ფუსფუსი მიდის ძლივს შემორჩენილ სკვერებში, ბათუმში, პარკებში, საგაზაფხულო და რომ მოძრაობ, ხვდები რომ ამ რაღაცა სტიქიურ ორ ტრიალში რაღაც ადამიანურ წააწყდები ხოლმე. რაღაც ძალიან მარტივს, ქალაქურს, ბუნებრივს. დღევანდელი ჩემი სტუმარია არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი, 3 ძმებიდან ერთ-ერთი. ძმები მოისწრაფიშვილებიდან დავით გუდიკა მოისწრაფიშვილი, ფრანგული განდეგანათი. ჩვენი გემრიელი თანაქალაქელი დაელოდეთ პროექციას. ცოტა ვიცინოთ. ან ბევრი ვიცინოთ. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა. ესანიშნავი ვიდეოები არიან. მივესალმები აჭარის ტელევიზიის მაყურებელს, შენს მაყურებელს და მიხარია რომ მოხვდი როგორც იქნა პროექციაში. ეხო წე რას ქვია როგორც იქნა? დრო ახლა დადგა მგონი. არა, იცი რა, მე ხო რომ დაგირეკე ხო გითხარი რომ გუდიკ არ ვიცი დავაგვიანე თუ უკვე დროა მეთქი თუ რაღაცა მაგდაგა. გვიან ვიდე არასდროს. როგორ ხარ გუდიკ? შვენივად რა, ეს ვიდო. ნელ-ნელა. ბოლოს დათო როდის დაგიძახეს? დათოს სხვათა შორის დედაჩემი მიძახის. მართლა დღემდე გეძახის? სხვა? დღემდე მიძახის დათოს. სხვა ვინა? სხვა არიან ადამიანები. იშვიათად. ანუ ქუჩაში მაგალითად როცა მიძახიან დათოს არ ვიხედები. რომ გუდიკაზე ვარ მიჩვეული და მგონია რომ დათოს სხვას უძახიან. ასე რომ ძალიან იშვიათია ვინც დათოს მიძახის. დათოს რომ მიძახიან მგონია რომ გაბრაზებულია. დათო ეს ზვიად ეს სხვა ზოგადად მეძახიან ზიკოს და ზვიად რომ მეუბნებიან ესე იგი რაღაცა ძალიან სერიოზულ ამბავში გადავედით კი. ისე რაღაც რო შემიდანაშაულია, მაგრამ მაინც გუდიკ ესე იგი მამის ამბავი ვიცით. ძალიან იყო გატაცებული მუსიკით, უფრო მეტიც ბეთლემში კი ბატონო. უკრავდა მე მგონი რამდენადაც მახსოვს, ხო? და ასევე სოლისტიც იყო კერო და აქ კიდევ 2 ძმები, გიო და ლაშა. საინტერესო გარემოში ხარ ძალიან გაზრდილი. კი. ასე ვთქვათ, მუსიკალურად ვიზრდებოდი. ხო, მაგრამ ვიყავი პატარა შვილი ოჯახში და ეს 2 ძმა, უფროსი გიო და ლაშა, ოჯახი მთლიანად როგორ გახსენდება ხოლმე ეს გარემო, იმიტომ რომ ისე სხვაობა დიდია ასაკში. არც ისე დიდია, სხვათა შორის 3 წელია განსხვავება. ხო, მაგრამ მაინც ისეთი მომენტია, 3 წელი პატარა არ არის მაინც საბოლოო ჯამში. რავი, კარგად მახსოვს და ეხლაც კარგად ვითარდება ყველა. დღემდე პატარა შვილი ხარ ისე ოჯახში? დღემდე პატარა ვარ, ნაბოლარა, ასე ვძახიან, ხო? ნაბოლარას ვძახიან, ხო? კი, ნაბოლარა ვარ და ვარ პატარა, რა თქმა უნდა, პატარა დავჩი, სიმაღლითაც პატარა ვარ და ისეც პატარა დავჩი და რავი, მუსიკალურ ოჯახში ვიზრდებოდი მეთქი, როგორ თქვა, მაგრამ მუსიკალურად მივდიოდით. სხვათა შორის მინდა ვუთქვა, რომ 3 ძმა ისე მოხდა რომ გადანაწილდა 3 ხმა ხო არსებობს საქართველოში. 3 ხმა ესე ვართ, ანუ პირველი ძმა პირველი ხმა, მეორე ძმა ლაშა უკვე მეორე და მე მესამე ბარი. 3 ძმები გურულების ამბავი. 3 ძმები გურულები აჭარაში დავდივართ. ნუ ეხლა გიორგი პორტუგალიაშია, მაგრამ ჩვენი კი. იცი რა მაინტერესებს, უკვე წლებია კონკრეტული მიმართულებით მუშაობს შენს ამბავში. და ეს ქედა, რა ვიცი, რომელიც ვიზი არ გაქვს, მე მგონი შუახევზე არ გაქვს. ხელვაჩაურზე და შუახევზეან, მაგრამ ხელვაჩაურზე და შუახევზე. გახსოვს აი მაგალითად ცოტა არაადეკვატური რეაქცია ამ ყველაფერზე. ვიღაც გაბრაზებულა მაგალითად, ან ვიღაცას ქონია ცუდი ნეგატიური რეაქცია. ემბულეთლები რა გაიხალხია, ხელები იმიტებია, რასონაი ხალხია, თუბულეთლები. ესე იგი ძალიან იშვიათია რომ ვინმე წყენოდა ეს ჩემი ნამღერი, იმიტომ რომ არაფერი არ იყო აქ საწყენი, პირიქით გულით და სულით უმღერი მე ეს გურული კაცი აჭარას, წარმოშობით გურული ვარ და ნუ შეყვარებული აჭარაზე რა თქმა უნდა და აჭარის ხალხზე, იმიტომ რომ აქ დავიბადე ბათუმში, გავიზარდე და რა თქმა უნდა მიყვარს ყველა რეგიონი, დაწყებული ქედიდან, დამთავრებული ხულომდე და დარჩენილი მაქვს ხელვაჩაურზე სიმღერა, შუახევზე სიმღერა და აუცილებლად ამასაც ვიმღერე. უბრალოდ ერთი მინდა აღვნიშნო, რომ როცა ქედელებს გონიათ რომ ქედელი ვარ,
გულოში გონია თუ გულოელი ვარ გულეთებს გონია თუ გულეთელი ვარ ჩვენია გულეთელი გაიხარე ქუჩაში შეხვდებიან და ყველას გონია რომ ვისაც უმღერებს გონია რომ იქაური ვარ და მიანობაში გამოდის რომ ვარ კი ბატონო ვარ თამამად გეკითხებიან რა ფერ ხარ ხო რა ფერ ხარ კარგად რა ფერ ხარ და ჩვეულებრივად იქიდან გამომდინარე რომ ოჯახის ყველა წევრი პრაქტიკულად უყურებდი ადამიანებს, რომლებიც ამა თუ იმ მიმართულებით იყვნენ წარმატებულები და რაღაცა ის კარჩაკეტილ სტანდარტულ ცხოვრებას არ ეწეოდნენ. ერთგვარი ვალდებულება ხო არ იყო შენს შემთხვევაში, რომ შენც აუცილებლად გარკვეული ხარისხის, იმიტომ რომ გიო იყო ტელეწამყვანი, ლაშა სულ რაღაც პროექტებში იყო და სულ ფორიაკში და ეს ხო არ იქცა ერთგვარ დილემად, რომ აი ვერ გადაწყვეტდი რაღაც შენთვის პრივატულად შვიდად ცხოვრებას ესე რომ. მე მგონია რომ ვალდებულება არ არის, იმიტომ რომ თუ მე ვალდებულებას ბუნებრივია პირდაპირ აგებით არ გულისხმობ. თუ შინაგანი რაღაც არ გაქვს, თან თუნდაც ნიჭი არ გაქვს რაღაცა, ვერ იზამ და იძულებული ვერ იქნები რომ მაინც აკეთო. ალბათ გენეტიკა მაინც თავის იქნა და ვარ აი ამ სადაც ვარ აი ამ სფეროში რაღაცებს ვაკეთებ და ვცდილობ რომ ეს ყველაფერი იყოს ჩვენი ხალხისთვის, რეგიონისთვის და ვაკეთო რამე ბათუმში. აი მე ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვადევნებ გუდი შენს ცხოვრებას თვალს და არაერთ პროექტში სულ ამ ამბებში ხარ. ბათუმი ძალიან ხმაურიანი ქალაქი გახდა. ცა ურბანული და ხა ადამიანს წერდა მეშლება ხელი, მაგრამ არა უშავს. სულ აი ჯერ კიდევ რა დროიდან სულ რაღაც პროექტებში ხარ ჩართული, სულ რაღაც ამბებში ხარ და ეს ჯგუფის გახსენდება მომენტი, როდესაც დაიწყე ამ ჯგუფის შეკრა ადამიანების, რომლებიც თანამოაზრეები იყვნენ და ვისთან ერთადაც აპირებდი საბოლოო ჯამში საინტერესო საქმეების კეთებას. მახსენდება, რა თქმა უნდა, დავიწყე ეს ყველაფერი მანსანგანიდან. აჰა. როგორც ჩემმა ძმებმა ორივე ძმა იყო მანსანგანში. ეს ადრე მანსანგანი ძალიან პოპულარული იყო, იმიტომ თითქმის არაფერი არ ხდებოდა ადრე და მეც რა თქმა უნდა დავიწყე მანსანგანის თამაში და აი მაშინ დავმეგობდი ძალიან ბევრ ადამიანთან, რომლებთანაც ერთად უკვე დავიწყე შემდეგ რაღაცების კეთება შემოქმედებითაც და დავმეგობდით, დავძმაკაცდით, გაიზარდა ეს წრე, სამეგობრო წრე და იმის შემდეგ ვართ ერთად მოვდივართ და აი პროექტებშიც უკვე ერთად ვღებულობთ მონაწილეობას და ვაკეთებთ შემოქმედებითაც იუმორისტულად ხან აი ამ რაღაცებს. გახსენდება რაიმე განსაკუთრებული იგივე ამ კლიპების შემდეგ, როდესაც გამოდის, აი ყოფილა რომ სმენელს, თაყვანისმცემელს, ადამიანს, ვისაც მოწონებია შენს მიერ შექმნილი პროდუქტი, რაღაცა განსაკუთრებული ნაბიჯი გადმოუდგამს შენთან მიმართებაში, ან რაღაც განსაკუთრებული უთქვამს, რა ტიპის დივიდენდები მოუტანია შენთვის ამ საქმიანობას, საინტერესოა. აი, შემიძლია ვთქვა, რომ როცა აი ახალს რამეს გამოუშვებ, თუნდაც ეხა აჭარული ფრანგული ვერსია გამოუშვით, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა არა მარტო აჭარაში, არამედ საქართველოში. კი, ამ ბოლოს რამდენიმე ტელევიზიაში კი გიხილე. კი ბატონო, თვითონ მომღერალმა გიმსმაც მის სტორებზეც გააზიარა. ძალიან მაგარი, ხო. რაღაცა გავიგულდა და ახლა ყველგან მოდაშია აჭარული ფრანგული, ელებუღუ ხელებხანე, ხანაფხანე, ხანჩაფხანე, ელებუღუ მელეღვა, მეხსი მეკმედელეღვა. ტანინანინინაო, ტანინანინინაო, ტანინანინინაო. იგრძნობა ეს ყველაფერი. ქუჩაში იქნება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება, რესტორანში იქნება თუ ასე შემდეგ. ძალიან კარგია, ოღონდ ამით არ ვსარგებლობ და ხანდახან რესტორანში ხდება, რომ შეიხვალა 1 ლუდზე და გამოდიხარ 15 ლუდით. ხო, აი, გაგზავნე, გამოგზავნე. ან მაინც იჩენენ ყურადღებას, ხო? კი, რა თქმა უნდა და ძალიან კარგია ეს პატარიდან დაწყებული, პატარა ბავშვიდან დაწყებული, ბებია, რა ვიცი, ბიძია, თუ ახალგაზრდა იქნება, ყველას მოწონს და ყველას უნდა რომ რაღაცა გითხრას და გაგრძნობინოს და ამას ვიღებ, ვიმუხტები და მაძლევს აი ეს სტიმულს, რომ შემდეგში უკეთესი გავაკეთო ან რაღაცა გავაკეთო კიდე და არ გავჩერდე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდები მაქვს, როცა ვჩერდები და
არ არსებობს თქვა არც იუმორისტი არც ხელოვანი რო არ ქონდეს მათ დეპრესიული შემოტევები და გაჩერებები და ფიქრი და ასე შემდეგ. გუდი ყავს ვინმე სამაგალითო პერსონაჟები ვისგანაც იღებ ამ რაღაცა ერთგვარ სტერეოტიპს არ მინდა ვთქვა. ნუ ალბათ სხვათა შორის ახლა როგორ თქვა არ მყავს ესეთი ვინმე რომ ვიღაცისგან რაღაცა სხვადასხვა სიტუაციებიდან აღებული სიტუაციები აი მაძლევს აი ამის საშვე აი ვთქვა როცა ქედაზე გადავიღე აუცილებლად უნდა მწოდნოდა თუ არ მეწოდინებოდა ქედელი ადამიანი როგორია როგორი ხარ ასე შემდეგ სამაგალითო ქედელი ვარ აი ხანდა მოკითხვა ქედას აუცილებლად აქედან ქედელს ვენაცვალე თუ არ მეწოდინებოდა როგორი ადამიანები არიან შანსი არაა რომ ის გულიდან გამეკეთებინა და ასე შემდეგ ასე რომ ასე კონკრეტულად ადამიანი ვინმესგან რაღაცას ვიღებდე არა უბრალოდ ეს მოდის ვიზუთხავ ამ ყველაფერს და შემდეგ აკეთებ ამისტაია არის კლარნეტისტი მამი და შვილი კიდე გარმონისტი აქ ყველა უკრავს ყველა იმღერის ყველა იცეკვობს ყველგან მისლა მოსლა არის ძოლი გაური რა მაგარია Quella chamosule gadarea Buongiorno ხედა Why me sadvarteda პროექტი იყო, ესეთი პროექტი გქონდა ჩვენ თვითონ ოღონდ ინტერნეტში და მაშინ იმ პროექტის ფარგლებში მოხდა ეს ხულოზე ჩაწერა და ქედაზე ჩაწერა და ქობულეთზე და მე ის პროექტი დაიხურა და შესაბამისად ვერ მოესწრო შუახევზე თუ არა აუცილებლად იქნება შუახევზეც კლიპი ამოუწურა ვაჭარას მე გადავინაცვლებ გურიისკენ იმერეთისკენ ასე ნელა გავყვე. ეს სულ ესეთ კაი განწყობაზე ხარ? სხვათა შორის მინდა გითხრა რომ არა. თუ ეს ისე ფორმა ურთიერთობის შენი ენაა უკვე საზოგადოებასთან კომუნიკაციის და ამ ენაში შენს ემოციებს აღარ აჩვენებ და რაღაც შენთვის გვაქვს გადანახული. აი კამერებთან რო დგების სხვა ნუ გადაცემა. ერთგვარ პროფესიულ ვალდებულებათაც იქცევ. კი ბატონო, იმიტომ რომ აი სულ კარგ ხასიათზე მე არ ამგონი რომ ვინმე იყოს თუნდაც რაც უნდა იუმორისტი იყოს ეს აი არ არსებობს რომ მის მიღმა არ იყოს რაღაცა სხვანაირი განწყობები ან სულ კარგ ხასიათზე ვერ იქნები რა თქმა უნდა და მეც შეუულებრივი ადამიანი ვარ და მივყვები დინებას მივყვები ცხოვრობ ესე როგორც ყველა და ესე რომ მაქვს ის მომენტებიც ღიარული მომენტებიც მოსაწყენი მომენტებით, მაგრამ ვცდილობ რომ მაინც ყოველ შემთხვევაში პუბლიკურ ტელევიზიას მივესალმებით. ყოველ შემთხვევაში მე არ მიყვარს სხვა ადამიანზე ზემოქმედების მოხდენა. ანუ მე თუ რაღაცა მიჭირს, არ არსებობს რომ სხვას ჩემი გასაჭირის შესახებ მოუყვე, უთხრა, ველაპარაკო და თავს მოვახვიო. შანსი არა, ესეთი ადამიანი ვარ, რომ რაც არ უნდა პრობლემა მქონდეს, მე ვერ ვლაპარაკობ. სხვასთან მიჩვენია რომ ჩემში ჩავიტოვო და ეს მახასიათებს შეიძლება ცუდიც იყოს, მაგრამ ვიტოვებ ჩემთვის და ვარ ჩემთვის. გუდი მუშაობას როგორ იწყებ ხოლმე რაღაც კლიპის წინ, აი მაგათ იგივე ტექსტთან მიმართებაში ან რაღაცა იდეა როგორ მოგდის ხოლმე, როგორ იჭერო, აი ახლა ეს დროა, ზუსტად რომ ეს უნდა გააკეთო. საინტერესოა, იმიტომ რომ აი მაგალითად თუნდაც იგივე ქედაზე კლიპი. საიდან წამოვიდა ეს იდეა? ქედაზე კლიპი სხვათა შორის როცა მინდოდა რომ ქედაზე დამეწერა პირველი რაც მოვიფიქრე მთავარი ასე ვთქვათ კოზირი, ჯერ კოზირი მომაფიქრდა, ანუ ქედელებს ვენაცვალე. აჰა. მე ვიფიქრე რომ ქედელებს ვენაცვალე რა სიმღერა შეიძლებოდა და აი ქედელობა ხო ძალიან მოდაშია თან და მოდაშია და რიტმში რაღაცა მომაფიქრდა რომ ჩენდანო ტოტოკუტუნიო ქედელებს ვენაცვალე აი ამ სიმღერაზე უნდა და აგეკვია და აი და ეს თავარი მომაფიქრდა ქედელებს ვენაცვალე აქ უნდა ამეარო ქედარომ შემაყვარეთ გეყურბანეთ სათითაოდ ქედელებს ვენაცვალე აქ ერთი სახლი და ჩავდო ერთ ბაღსაც გავაგორე ქედელიან ფერო ძმები რას გეუბნებიან შენს
საქმიანობას, საინტერესო. სხვათა შორის რაღაცები მოწონთ ჩემი გაკეთებული, რაღაცები არ მოწონთ კიდეც, მაგას მეუბნებიან, არც მიმალავენ და არც ერიდებათ. მეუბნებიან პირდაპირ. ეხლა მაგალითად ბოლოს რაც გავაკეთე, გიორგიმ დაამირეკა იქიდან და კარგი იყო, ყოჩაყო და მოგვეწონაო და გააგზელე ესეო. რავი, შენ არ აკრიტიკებ მათ? სხვათა შორის მე არ მიყვარს კრიტიკა, არ მიყვარს არც აი ვიღაცის შეხედულება, თუნდაც ეს იქნება პოლიტიკური, არაპოლიტიკური, აი რაღაცაზე, აი თუნდაც სტატუსი როგორც ვახსენეთ, ვიღაცა რაღაცას აკეთებს, მე არ შემიძლია რომ გავაკრიტიკო. რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია, მისი პოზიცია ყველას და გაუმარჯოს ყველას მის საქმეში. არ ვერევი და არ აკრიტიკებ და ეს როგორ გააკეთე და ყველას თავის საქმეში გაუმარჯოს. შენი თაობის ბიჭები ძალიან ბევრი მათ შორის დედაქალაქში წარმატებულია. ამ სფეროში, იუმორისტული ჟანრის სხვადასხვა მიმართულებაში და ქონია ისე ცდუნება ან სურვილი რომ მაგალითად გადასრულიყავი დედაქალაქში და უფრო ფართო ასე ვთქვათ ასპარეზზე გემოქმედა. სხვათა შორის მქონდა ეგ უფრო ადრინდელ ასაკში, ანუ თინეიჯერობის. ხო, და რატო არ გააკეთე? ვიყავი კიდეც რამოდენიმე ხანი წასული, მაგრამ მივხვდი რომ ბათუმის გარეშე მე არ შემიძლია არც ერთ ქალაქში, არც ვერძლებ, იმიტომ რომ აი აქ თუ არ ვიარე, ეხლა ნაღვნიშნეთ თუ შენს გიყვარს ფეხიციარული და ესე ბათუმში თუ ფეხით არ ვიარე, არ მივედი, ეს პატარა ქალაქია და ეს სიყვარული თუ არ მივიღე, ანუ არ შემიძლია. რაც არ უნდა შემოთავაზება მივიღო, ეხლა მე ამ წუთში პირდაპირ გეუბნებით თბილისისგან, თბილისში ვერ წავალ. საინტერესო რა არის, იცი? რა აქვს ამ ბათუმს შენი აზრით ასეთი? რა აქვს და მოდი ახლა ვთქვათ ესეთი რაღაც, აი რას გმართებს ეს საყვარელი ქალაქი? ჯერ ავიღოთ ძალიან ლამაზია. კი, ლამაზია. ატარაა და აი ამ ბათუმზე თუ დაგიწერია სიმღერა. სხვათა შორის ბათუმზე არ ბათუმზე არ მაქვს. ისედაც გურულების არა თუ დახავას. ხა არ მაქვს დაწერილი, მაგრამ აუცილებლად ჯიხო არ ვაპირებ არც, ესე იგი შეწყვეტას ვაპირებ რომ აუცილებლად რეგიონები და ესე ვთქვა დავასრულო და აუცილებლად ბათუმზეც ვიმღერებ რა ამიდის ჩემი. გურული კაცი უმღერის ბათუმს და ჩვენი გემრიელი აჩიკო აჭარელი უმღერის კახეთს. კი. გავწვალეთ ეს რაღაცები. არა ვიჯო, საბოლოო ჯამში მღერით. და ვაკეთებ ხელოვნებაში ვარ. ხო და რა აქვს ამ ბათუმს მეთქი შეგაწყვეტილი. ბათუმს რა, აი ესე რომ განსაკუთრებულად ვინმე თქვას რომ რაღაცა აქვს და აი ამას ჩავეჭიდოთ, ვერ იტყვი, იმიტომ რომ ეს პატარა ქალაქია, სიყვარულით სავსეა და ყველას თითქმის იცნობ. რას გეგმა უახლოეს მომავალში? რას ველოდეთ შენგან კიდე? პირველ რიგში არ მინდა რომ ფრანგული განდაგანას გარდა. ფრანგული განდაგანას გარდა, ახლა მომავალში ვაპირებ რომ აუცილებლად უკვე ტექსტიც დამუშავებულია ფაქტიურად და ხელვაჩაურს უნდა უმღეროთ, არ გამოდის ისე და აუცილებლად აი ამაზე ვმუშაობ და სხვადასხვა კლიპებზე იუმორისტულ მუსიკალურ კლიპებზე ვაპირებ ჯერჯერობით რომ აი ამ მიმართულებით გავაგრძელო მუშაობა და ამის გარდა რა თქმა უნდა მუშაობ კიდეც ასე ვთქვათ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში. თქვენ იცით თქვენი ცენტრის შესახებ? კი, ვიცი. ჩემი დირექტორის გყავდათ გადაცემაში დაკო გაბაიძე. მოგითხრა ჩემს სამსახურს და რავი, იქ მუშაობ ძირითადად ახალგაზრდების მოგწონს იქ მუშაობა, რა საინტერესოა? იმიტომ რომ საინტერესოა ახალგაზრდების მიმართულებით მუშაობთ და ძალიან ბევრ ახალგაზრდას ხვდებით, მათ საჭიროებებს ვიცნობთ, ასე ვთქვათ და როცა ახალგაზრდას გზას უკვალავ ან რაღაცა შეიხმარები, ეს გავსებს და გინდა რომ უფრო და უფრო მეტი გააკეთო, რომ დაიხმარო ახალგაზრდებს, რომ ჩემს ეხაც ახალგაზრდა ვარ, მაგრამ უფრო ადრინდელ ახლა 10 წლის წინ, 15 წლის წინ რო ყოფილიყო ისეთი, ვთქვათ, ორგანიზაცია, როგორც ახლა ჩვენია და ახალგაზრდებისთვის რო ყოფილიყო რაღაც ხელის აი ვთქვათ ხელის შემწყობი ფაქტორი ძალიან კარგი იქნებოდა ჩემ დროსაც, იმიტომ რომ არ იყო ჩემ დროს მაგალითად არ იყო ისე ბევრი რაღაცა რომ არ მხოლოდ ჩემ დროს, არ მხოლოდ ჩემ დროს. და ეხლა კიდე არის ბევრი საშუალება რომ ახალგაზრდები არ მოდუნდნენ, აკეთონ და თუ თვითონ ვერ აკეთებენ, ჩვენ იმისთვის ვართ რომ დავეხმაროთ და გზა გაუკვალოთ და აი ბათუმშიც, როგორც ვახსენეთ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია და მათ უნდათ დახმარება.
აუცილებლად უნდა დავეხმაროთ, გამოვაჩინოთ, ასე შემდეგ. ვინ გიღებს ამ კლიპებს? შენს კლიპებს ვინ იღებს? ჩვენს ვინ არის შენი კლიპმეიკერი? კლიპმეიკერი ხვიჩა სურმანიძე პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორაც ხვიჩა სურმანიძე გვეხმარება კლიპების გადაღებაში. ბევრი კლიპი გადაუღია უანგაროდ. ჩვენ აი ბოლო კლიპიც არაფერი ფინანსის გარეშე, ყველაფრის გარეშე გავაკეთეთ ეს უბრალოდ რომ გაგვეკეთებინა და ყოფილიყო ეს და არა იმის გამო რომ ჩვენ ამით სარგებელი მიგვიღო ფინანსური. ჩვენ სარგებელი მივიღეთ ხალხით სიყვარულით და ეს იყო რაც იყო. მადლობა ხვიჩას, მადლობა კობა ბერეკაშვილსაც, იმიტომ რომ მისი ინიციატივა იყო რომ მე გავცოცხლებულიყავი და ეს გამეკეთებინა. გავცოცხლებულიყავი. და გადარეული. და გავაკეთეთ და გავცოცხლებულიყავი. ლაშა მიმუშაო ტექსტზე სხვათა შორის ჩემმა ძმამ. და მე შევასრულე. ტექსტები ძალიან საინტერესო გაქვს. ლაშა მუშაობს. ლაშა მუშაობს ტექსტებზე ძირითადად. უი, რა სამბო. გამოდის კიდეც კარგად. მართლა? კი, ბატონო. ანუ ტექსტებში ესე იგი ძალიან სერიოზული ამბავი გაქვს. ძმა გიკეთებს ტექსტებს. ძმა მიკეთებს. ძალიან სერიოზული პრობლემაა, რო იცოდე ის. სერიოზულ პრობლემას კი გვარებს ლაშა ძალიან. კი, ტექსტებს ლაშა წერს და გამოდის კარგად და არა იმიტომ რომ ჩემი ძმა, მე სხვებსაც უწერს რაღაცებს აკეთებს. ფათაშორის ეხლა რომ საუბრობდი, ვიფიქრობდი და თან რაღაცა დამაფიქრე ერთმა ფაქტმა. რომ კი იცი რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი რაღაცნაირად მაინც არის პატარა კულტურული ჰაბი ქალაქში, რეგიონში და სულ ფიქრობ რომ წარმოგიდგენიათ ხო ბიჭო რო არ ყოფილიყო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია რო არ ყოფილიყო რა ცუდი იქნებოდა იმ თვალსაზრისით რომ ეხლა ჩვენ უამრავ ადამიანზე ვლაპარაკობთ თუნდაც ჩაწერის დროს და ყველა ამ ადამიანმა სხვადასხვა პერიოდში ტელევიზია გაიარა. კი ბატონო. შენ რატო არასოს არ მქონია მცდელობა რომ ყოფილიყავი ამ გუნდის წევრი? სხვათა შორის დიდი სიამოვნებით იქნებოდი. იმიტომ რომ ძალიან კარგი ხალხი მუშაობთ. კადრს მიღმაც და კადრშიც ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში. ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო გადაცემა აქვს და რავი ესე სურვილი სულ მაქვს და სულ მინდოდა და ალბათ მოვა პერიოდი რომ რაღაცა თემაში ვიქნები კიდეც. ისე ხდებოდა რომ სულ სტუმრად ვიყავი ხოლმე და ამითაც კმაყოფილი ვარ სხვათა შორის. ძალიან დიდი მადლობა აჭარის ტელევიზიას, იმიტომ რომ როცა ამის გავაკეთებ, პირველები არიან რომ აუცილებლად მიმიწვიონ, მივიდე გადაცემაში, ეს იქნება დილის გადაცემა, შუადღის თქვენთან და ასე შემდეგ. ამ ყველაფრისთვის ყურადღებისთვის მადლობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. ასევე ჩვენს თანამშრომელთან მადონა კოიძესთან ერთად საახალწლო ამბავს. კი, ეს დავით ვერძაძე, ავნი ბედინაძე გააკეთა მადონა კოიძე. რომელიც საინტერესო რა იყო, იცი, ძალიან დიდხანს ეგონათ რომ რეალური. აი მე ეგონა მეთქვა, ყველას ეგონა რომ ეს თანაც რა მომენტი იყო, იცი, ვიღაცებმა გაიგენ რომ რეალური იყო, მაგრამ დღემდე მხდება. კი, ლანძღავენო, დაახურეთ ეს. აუზე მაგრამ ხადავ რომ ანუ იმდენად ბუნებრივად შესრულდა რომ დღემდე მხდება სადღაც ინტერნეტში გადავიყრები ხოლმე რომ ვიღაცას აქ აღქმული როგორც რეალური აქტი. კი, სხვათა შორის თვითონ ის ვიჭიც დავით ვერძაძეც ძალიან ნიჭიერი ადამიანი. ხო და იცი რა მომენტია პერიოდულად მაპატერო გაწყვეტნები იმდენად საინტერესო რაღაცეებს აქვეყნებდით რომ ჩვენს ხათუნას მივესალმოთ მანაგაძეს, ჩვენ აი კულტურული ჰაბი. აი კი ოქრო ადამიანი. ხოდა ეს ნიშნავს იმას რომ რეალურად ძალიან საინტერესო პოტენციალი გაქვს და რაღაცა მიდექით ამბავი. მართალი ხარ? ამას უნდა რაღაცნაირი ან ერთად მუშაობა უნდა. იმის თქმა მე რომ ეხლა სად წავედი, მაგრამ ძალიან მაგარი იქნება რომ ბიზნეს ოდესღაც ჩვენთან აღმოაჩნდება კულტურა. რომ ბიზნესი, რომელსაც ისინი აკეთებენ, ბიზნესმენები, ჩვენს ხარჯზე ხდება ის. ჩვენ ვართ მათი ყველაზე დიდი მომხმარებლები და შესაბამისად რომ არა ჩვენ ისინი ფიზიკურად ვერ იარსებებდნენ და გარკვეული ტიპის სოციალური პასუხისმგებლობა თუ გაჩნდება, რომ მაგალითად შემოსავლების რაღაც მინიმალური პროცენტულობა დაიხარჯოს კულტურაში.
იმიტომ რომ კულტურის გარეშე ქალაქი, ქვეყანა, გარემო აი არაფერი არ არის, ძალიან ხისტია და ძალიან რაღაცა კვებით ობიექტს ემსგავსება, კვებით ობიექტს შეუვარყოფას არ ვაყენებ. მე ძალიან გისურვებდი რომ ეს ამხელა რესურსი, რომელიც გაგაჩნიათ, ახალგაზრდები ხართ და პატარა ქალაქისთვის შეგიძლიათ ძალიან საინტერესო საქმე გააკეთოთ და უამრავი ნიჭიერი ადამიანი დაკავდეს თქვენთან. ამაში თუ გვერდში დაგიდგებიან ძალიან მაგარი იქნება. ამას სჭირდება აუცილებლად გვერდში იდგომა, როგორც აღნიშნეთ, ბიზნეს სექტორისგან. პირველ რიგში, იმიტომ რომ აი ეს ადამიანები, რომლებიც ჩამოთვალეთ თუნდაც იქ თქვენი თანამშრომელიც თორნიკე, წოლოკიძე, რომელიც ამ სფეროდან თითქოს აქ რა წავიდა და აი ეს რაღაცა მისი ბიზნესივით აქ, ანუ ამ სფეროში აღარ არის, იმიტომ რომ ამ სფეროში ეს სფერო ფაქტიურად არ არის არ აქვს ესე ვთქვათ, შეიძლება ვხეშნით ვთქვათ შემოსავლის წყარო, რაც მნიშვნელოვანია დღეს არ არის ამ სფეროში და ამიტომ დაშლილია ეს ნიჭიერი ადამიანები, ასე ვთქვათ, სხვადასხვაგან და აი ეხლა რასაც ვაკეთებ, ამასაც იმით ვაკეთებ, სიყვარულით ვაკეთებ, რომ არ შემიძლია ხელოვან ადამიანს არ შეუძლია გაჩერება, თუ გაჩერდა ის რაღაცა წაიღებს წყალი, ასე ვთქვათ, და იქნება ძალიან ცუდად. იმიტომ რომ აუცილებლად რაღაცა ჭირდება რომ აკეთოს ხელოვანი აი ეს გთხოვს ორგანიზმი გთხოვს თვითონ აჭარაში ყველაზე მაღალი წერტილი აქ არის ხულო აჭარის გულო ხულო აკარტულო სულო Derto Garto Pais Gemerto Außer Mechelebs Umrer Hulelebs Ebedi როდის უნდა მიხვიდეთ იმ ზღვარზე, როდესაც გექნებათ ვრცელი რეპერტუარი და მიიღებთ შეკვეთებს და დაიწყებთ ფულის კეთებას. ფარაის კეთება. უმნიშვნელოვანესია რომ შემოქმედ ადამიანს კონდეს ფული. უმნიშვნელოვანესი 21 საუკუნეში. ყოველ შემთხვევაში დაწყებული. ანუ გაქვთ შეკვეთები, აი მაგალითად არის გარემო, სადაც გირეკავენ და გეუბნებიან რომ გვინდა რომ მოხვიდეთ და შეასრულოთ ეს. კი, არის შეკვეთები კორპორატიული იქნება. ეს წაყვანის, აი წამყვანი გჭირდება, ქორწილში გჭირდება რომ აი ყოფილა შემთხვევაში კეთილების რესტორნებს არ შეუშინდე, იმიტომ რომ რესტორნების ეგრეთ წოდებული რესტორნებში დადიან ისეთი სახეები დღეს და ისეთი არა, ხო, არ უშინდები, იმიტომ რომ ხელოვანმა რა უნდა აკეთოს თუ არა, აი ეს იქნება კორპორატიული საღამოები, ქორწილი იქნება თუ წვეულება იქნება, აი ამაში გვიძახიან და ხანდა, აი ამ რაღაცეების შემდეგ უფრო, რაც უფრო პოპულარული ხდები, უფრო უნდათ რომ მათთან იყო და რაღაცეები აკეთოს, ორგანიზება იქნება თუ წაყვანა იქნება და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა თუ უფრო მეტი იქნება ჩვენთვის კარგი. გუდი, მე გისურვებ ძალიან ბევრ კლიპებს. ძალიან ბევრ ამ კლიპებიდან წამოსულ კონცერტებს და ძალიან მაგარ რეპერტუარს, იმიტომ რომ მე ყოველთვის მაქვს ესეთი წესი ხოლმე, რომ რაღაც გარკვეულ საინტერესო ზღვარზე ვიცი ადამიანების დაპატიჟება გადაცემაში. და ეს საინტერესო ზღვარი დავასწრებ ხოლმე, ესე რომ ვთქვათ, მქონია შემთხვევა, რომ მიგზნია, რომ აი ადამიანს ეწყება ძალიან საინტერესო ეტაპი და მოვიწვევ ეგრევე გადაცემაში, რომ ცოტა კიდე უფრო მეტი იმპულსი მივიცე, მე ვიცი, რომ შენ ამისი რესურსი გაქვს, მე ვიცი, რომ შენ შეგიძლია და ძალიან საინტერესო წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. შევხვდებით სხვა დროს, ბევრად უფრო სერიოზული შედეგებით. მოიცა არ დამემშვიდობო, იმიტომ რომ აქედან მინდოდა ესე იგი, რომ მოვდიოდი შენ გადაცემაში. რამოდენიმე გადაცემაში სადაც ვიყავი, ესე იგი ჩემი შვილი, ერთადერთი შვილი მიყავს, მუსიკო და სულ პირდებოდი, რომ იქიდან მოგიკითხავ მეთქი და აი გეხვეწები, ვერ მოვიწდებოდი. ხო, რაღაცა ვერ მოვახერხე და აიხაც რომ მოვდიოდი დღეს გუშინაც ვეუბნებოდი, აუცილებლად იქიდან მოგიკითხავ მეთქი და მინდა რომ ჩემს ერთადერთ შვილს, რომელიც ძალიან მიყვარს და მასზე ვარ შეყვარებული და შემიძლია ყველაფერი გადავდო, რა ვიცი, ჩემი თავიც გადავდო, აქედან ნუცა მოისწრაფიშვილს დიდი სიყვარულით მოვიკითხავ და მუსიკო პროექციას უყვარხარ და გეფერდი. გენაცვალე ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები გუდი.